რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძველებურად მოიქცა და დონალდ ტრამპს უკრაინის ქცევაზე საჩივრით მიმართა. დღეს ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით საათნახევრიანი საუბარი გამართეს. ამის შესახებ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა. და პირველი რაზეც მან ყურადღება გაამახვილა იყო ის, რომ ტრამპმა და პუტინმა განიხილეს კიევის რეჟიმის ქცევა ტუაფსეში, ხანძრებსა და კატასტროფასთან დაკავშირებით. და დღეს კი პერმში და ორსკში, ორენბურგის ოლქში. ან პუტინმა კიდევ ერთხელ, როცა მიხვდა, რომ საქმე ცუდად არის, მაშინვე ტრამპს დაურეკა და უკრაინაზე უჩივლა, რომ ტრამპს ზელენსკიზე ზეწოლა მოეხდინა. და სხვათა შორის უშაკოვმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინის ინიციატივით შედგა. ანუ პუტინი დონალდ ტრამპს უჩიოდა. მოდით ამ გამოშვებაში სწრაფად გადავხედოთ ბოლო მოვლენებს და გავარკვიოთ, რაზე საუბრობდნენ პუტინი და ტრამპი იური უშაკოვის თქმით. და აღნიშნავ, რომ თავად ტრამპმა წინა დღეს თქვა, რომ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც ზელენსკისთან, ასევე პუტინთან იმის შესახებ, რომ საბოლოოდ დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, დღეს პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ის მიაღწევს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს ნებისმიერ მეთოდით. ტრამპმა თქვა, რომ იმედოვნებს, სამშვიდობო შეთანხმება ძალიან მალე იქნება მიღწეული. და კიდევ თითქოს ტრამპი აღფრთოვანებული იყო იმით, თუ როგორ გამოაცხადა პუტინმა თუ შემთხვევით გამოგრჩათ სააღდგომო ზავი. და ეხლა პუტინი იმ ფონზე რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს გამარჯვების აღლუმს სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაატარებენ, პუტინს ეშინია. მან განაცხადა, რომ ტრამპს თავაზობს, ტრამპმა ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინოს და 9 მაისს კიდევ ერთი ზავი გამოაცხადეს. ისე რომ ღმერთმა არქნას რამე არ გაფრინდეს რუსეთში. ეს მშვენიერი სიმბოლო და სიგნალია იმისა, რომ პუტინს რეალურად ეშინია და ის იმდენად იცით ამაკია. ასეთი მკაცრი, როგორც რუსეთში მას დათვა წარმოაჩენა. მაგრამ ეს დათვი, როგორც კი უბედურება ხდება, მაშინვე გარბის და ამერიკის პრეზიდენტს უჩივის. მე მქვია ალექსეი ბიჩი. მოდი ამ თემაზე ვისაუბროთ. გთხოვთ წინასწარ დაალაიქოთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვებასთან დაკავშირებით და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News. ბმული არხზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. მაშასე დღეს 29 აპრილია ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი და დონალდ ტრამპი, აშშ-ს პრეზიდენტი ჩაატარეს საათნახევრიანი სატელეფონო მოლაპარაკებები. მათ შესახებ ისაუბრა პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა. შემდეგ მე ციტირებას გავუკეთებ მის თეზისებს და განვიხილავთ მათ. უშაკოვი ამბობს: შედგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი. ეს საუბარი გაგრძელდა 9 მეტ საათზე მეტი, ანუ საათ 9 მეტი. პრეზიდენტების კომუნიკაცია მიმდინარეობდა მეგობრულ ატმოსფეროში. იყო გულწრფელი და საქმიანი. ეს სრულიად გასაგებია. გასაგებია, რომ ვლადიმირ პუტინმა პირველ რიგში მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის პრეზიდენტს 25 აპრილს ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროში მასზე განხორციელებული თავდასხმის ცდელობის გამო. საბედნიეროდ არც თავად დონალდ ტრამპი, არც მისი მეუღლე და არც მისი გარემოცვის რომელიმე წევრი არ დაშავებულან. დამნაშავე ოპერატიულად გაანეიტრალეს დაცვის სამსახური. რუსეთის ლიდერმა მკაცრად დააგმოეს დანაშაული და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ნებისმიერი ფორმის პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მიუღებლობას. ეს მიუღებელია. და რა ხდება ნავალნისთან დაკავშირებით? სად არის ნავალნი? სად არის მთელი რუსეთის ოპოზიცია? სად გაქრა ის უცებ? ეს პუტინი ისაუბრებს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მიუღებლობაზე. კარგი, იყოს ასე. შემდეგ უშაკოვი საუბრობს. სხვათა შორის აღინიშნა, რომ სახიფათო ინციდენტი სწორედ პირველი ლედის დაბადების დღის წინა დღეს, 26 აპრილს მოხდა. მილანი და ტრამპს მიულოცეს და აღნიშნეს მისი წვლილი რუსი და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან გაერთიანების საქმეში. რა აბსურდია ეს? ეს ის ამბობს, ის ასე კომენტარს აკეთებს იმაზე, რომ მილანი და ტრამპი ეხმარებოდნენ უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას უკრაინაში, რომლებიც რუსებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოიპარეს და გაიტაცეს. რა გაერთიანება რუს და უკრაინელ ბავშვებს შორის? შემდეგ ციტირებას ვაგრძელებ. საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული საკითხებიდან პრეზიდენტებმა ძირითადი ყურადღება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას დაუთმეს სპარსეთის ყურესყურეში. ვლადიმირ პუტინი სწორად მიიჩნევს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გაახანგრძლივოს ირანის მიმართ ცეცხლით შეწყვეტის რეჟიმი. ეს უნდა მისცეს შანსი მოლაპარაკებებს და ზოგადად დაეხმაროს ვითარების სტაბილიზაციას. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა გარდაუვალ უკიდურესად დამანგრელ შედეგებზე არა მხოლოდ ირანისა და მისი მეზობლებისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. თუ აშშ და ისრაელი კვლავ ძალისმიერ ქმედებებზე გადავლენ. და რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებლად და საშიშად მიიჩნევა ვარიანტი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციის ჩატარების. რუსეთი მტკიცედ არის განწყობილი, რომ სრულად შეუწყოს ხელი. დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად
და წამოაყენა რიგი მოსაზრებები, რომლებიც მიმართულია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული უთანხმოებების მოგვარებაზე. აქ აშკარა რას თავაზობს პუტინი და ის უკვე მერამდენე ცდილობს ტრამპს მოახვიოს აზრი, რომ თითქოს ირანმა გამდიდრებული ურანი ჩვენ გადმოქცეს, ჩვენ ავიღებთ, ჩვენთან იქნება და თითქოს ირანს აღარ ექნება. ამიტომ ეს არის გამოსავალი. ტრამპმა თითქოს რამდენჯერმე თქვა, რომ ის ამას არ აპირებს. მაგრამ არ გამიკვირდება თუ პუტინმა ეს ისევ შესთავაზა. შემდეგ ციტატა. ამ მიზნების მისაღწევად გაგრძელდება აქტიური კონტაქტები ირანის წარმომადგენლებთან, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან, ისრაელთან და რა თქმა უნდა ამერიკელ მომლაპარაკებელთა გუნდთან. აქ აღნიშნავ, რომ წინადვეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი მოსკოვში და პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა, სწორედ ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გამო. ციტატა. დონალდ ტრამპმა თავისი შეფასებები გააშკარა დასრულებული სამხედრო დაპირისპირების ფაზების შესახებ. ასევე თავისი შეხედულებები იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელშიც ახლა ირანი და ევროპა იმყოფებიან. რაც შეეხება უკრაინის საკითხის მოგვარებას, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუშვა საბრძოლო მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის მნიშვნელობას. ასევე თავისი მხრიდან მზადყოფნას ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ პროცესს. მისი ნდობით აღჭურვილი პირები აგრძელებენ კონტაქტებს როგორც მოსკოვთან, ასევე კიევთან. დონალდ ტრამპს ჯერა რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინაში კონფლიქტს დაასრულებს, უკვე ახლოსაა. დონალდ ტრამპის თხოვნით ვლადიმერ პუტინმა დაახასიათა მიმდინარე მდგომარეობა შეხების ხაზზე, სადაც ჩვენი ჯარები ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას და აწვევიან მოწინააღმდეგის პოზიციებს. უბრალოდ წარმომიდგენია, როგორ ეუბნება პუტინი ტრამპს ზუსტად ამ სიტყვებით. გავაგრძელებ ციტატას. აქ უშაკოვი აშკარად მიმართავს რუს ამომრჩეველს. უпростоრად რა ამომრჩეველს, თითქოს რუსეთში არჩევნები ტარდება რუს მოქალაქეს. აი უშაკოვიც ამბობს, რომ ასევე იყო ნახსენები ისიც, რომ 2025 წლის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინას გადასცა 20,000-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი, ხოლო მათ ჩვენთვის მხოლოდ 500-ზე ცოტა მეტი. ვლადიმერ პუტინმაც და დონალდ ტრამპმაც ფაქტობრივად მსგავსი შეფასებები მისცეს კიევის რეჟიმის ქცევას ზელენსკის ხელმძღვანელობით, რომელიც ევროპელების წაქეზებითა და მათი მხარდაჭერით ცდილობს კონფლიქტის გაჭიანურებას. ანუ გესმით, ხო პუტინი კიდევ ერთხელ ცდილობს სოლის ჩაგდებას აშშ-სა და ევროპას შორის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მეფე ვაშინგტონში ეწვია ამ ვიზიტის ფონზე. ცდილობენ თქვან, რომ ნახეთ, თქვენთან შეგვიძლია შეთანხმება, მაგრამ აი იქ ევროპელები და უკრაინელები, რა თქმა უნდა, ამას გვიშლიან ხელს. და შემდეგ ყველაზე მთავარი, რატომაც ეს გამოშვება დაიწყე იმით, რომ პუტინი წუწუნებს, უბრალოდ როგორც საცოდავი ბიჭი გარბის და ამერიკის პრეზიდენტს უბეში უტირის. შემდეგ უშაკოვი ამბობს, ციტატა. რუსეთის ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ კიევი ღიად ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. რუსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებს ესხმის თავს. და რა მერე? რუსეთი რამდენი ხანია ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს უკრაინაში? უკვე 4 წელზე მეტია, ნაბიჯურებო. და ეს ნაბიჯვარი ეხლა ლაპარაკობს. უკრაინელები. და რატომ? იმიტომ რომ შეეშინდათ. პუტინმა ბოდიში უკვე თავის ჩემოდანში ჩაისვარა. იმიტომ რომ ხედავს რა ხდება ტუაფსეში. ხედავს რომ იქ ყველაფერი იწვის და არც ერთი რუსული საეროთავდაცვა ამას ვერ უშველის. მშვენივრად ესმის რომ უკრაინული დარტყმების მანძილი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე რუსეთში გაიზარდა. მშვენივრად იცის რომ ერთი მხრიდან უსტრუგა და პრიმორსკი ლენინგრადის ოლქშია. 2 პორტი დაიწვა. უბრალოდ დაიწვა ნავთობსაცავები, პორტები და ყველაფერი დანარჩენი. მაგრამ მშვენივრად ესმის რომ ახლა უკრაინა ანადგურებს ტუაფსეს. ასევე ნავთობსაცავი, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები და პორტი. ახლა უკრაინა გადავიდა პერმში. იქ ანადგურებს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას. და ვლადიმერ პუტინი ხვდება რომ უძლურია ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. ამიტომ ერთადერთი რაც მას დარჩენია არის გაქცევა. და უბრალოდ როგორც ცხვირ მოუწმენდელი ბიჭუნა, პატარა ტანმორჩილი, გამელოტებული, გარბის და ჩივის, ტირის. დონალდ ტრამპ ღმერთო გვავიწროებენ. უკრაინელები ჩვენს ტერიტორიას ესხმიან თავს. ომი არ უნდა დაგეწყო. რატომ დაიწყეთ თქვენ დაუბანავებმა ეს ომი? რატომ გარბი ხარ ამერიკის პრეზიდენტთან და ჩივი ხარ? შენ ხომ ასეთი ძლიერი ლიდერი ხარ, რატო წუწუნებ? შემდეგ უშაკოვი ამბობს. ჩვენო პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები ნებისმიერ შემთხვევაში მიღწეული იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვერჩივნა ეს მოლაპარაკებების პროცესის შედეგად მომხდარიყო. ამისთვის ზელენსკიმ უნდა დადებითად უპასუხოს ცნობილ წინადადებებს, რომლებიც არაერთხელ იქნა გამოთქმული, მათ შორის ამერიკული მხრიდანაც. საუბარია დონბასის გადაცემაზე. ნიშნულოვანია, რომ დონალდ ტრამპმა დადებითად შეაფასა რუსეთის მიერ ახლახან გამოცხადებული სააღდგომო ზავი. ამასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას აცნობა მზადყოფნის შესახებ, გამოაცხადო ზავი გამარჯვების დღის აღნიშვნის პერიოდში.
აქტიურად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. აღსანიშნავია, რომ ეს დღესასწაული აღნიშნავს ჩვენს საერთო გამარჯვებას ნაციზმზე მეორე მსოფლიო ომში. აი ესე ყოფილი. აჰა, გამოდის უკვე საერთო გამარჯვება. ვთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, როგორ ეპირფერება პუტინი ტრამპს. ის უბრალოდ ასე ეპირფერება. დონალდ, ეს ჩვენი საერთო გამარჯვება. ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს. აი ეს ყველაფერი. თუმცა ადრე ამბობდნენ, რომ ეს მხოლოდ რუსეთმა გაიმარჯვა. ყველა დანარჩენი დასავლეთის საერთოდ არ მონაწილეობდა. ამერიკელებს რა შუაში აქვთ? აი ასე. და პლუს ამას არ დაგავიწყეთ. პუტინს უბრალოდ ნამდვილად ეშინია 9 მაისს სრულფასოვანი აღლუმის ტექნიკით ჩატარება. ამიტომ ეხლა ტრამპს სთხოვს, ამბობს გთხოვ შენი ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინე, ნუ დაგვესხმებიან თავს. სულ ცოტა 9 მაისს მაინც. თორემ სულ საწოდავად გამოჩნდები. აი ეს. შემდეგ უკვე ციტატას მოვიხვა. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განხილვისას ორივე მხრიდან ითქვა, რომ ეკონომიკასა და ენერგეტიკაში ურთიერთსასარგებლო პროექტების დიდი პერსპექტივებია. მათ შორის მთელი რიგი მასშტაბური ინიციატივებია. როგორც პრეზიდენტებმა აღნიშნეს, ეკონომიკის სფეროში ინიციატივები უკვე კონკრეტულად განიხილება ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის. ამას იქ დმიტრიევი და უიტკოფი განიხილავენ. პრეზიდენტებმა შეთანხმდნენ, რომ მომავალში შეინარჩუნებენ კონტაქტებს როგორც პირად დონეზე, ასევე თავიანთი თანაშემწეებისა და წარმომადგენლების დონეზე. პრეზიდენტებმა თბილად დაემშვიდობდნენ ერთმანეთს და საუკეთესო სურვილები გამოუცხადეს. და აი უშაკოვთან დააზუსტეს, ვისი ინიციატივით შედგა სატელეფონო საუბარი. უშაკოვმა განაცხადა ციტატა: "მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო რუსეთის მხარის ინიციატივა. რუსეთის პრეზიდენტის." ხო, ის რაც თქვი. Путину нужно было пожаловаться, поплакаться. ის ხდება, რომ კიდევ რამდენიმე კვირა ასეთი შეტევებისა, როგორიც ტუაფსეში ხდება და მთელი რუსეთი უბრალოდ დაიცვის. და აი რამდენად ბოროტი არსება ეს ადამიანი. თუ ომი გამოაცხადე, თუ ომს აწარმოებ, აწარმოე ის პატიოსნად. რატომ გარბი ხარ და ტირი? აბა რას უწუწუნებ ამერიკის პრეზიდენტს? აი ესე. და მე არ გამიკვირდება თუ ეხლა დონალდ ტრამპი დაიწყებს მინიშნებას, რომ უკრაინამ არ შეუტიოს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს რუსეთში. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ უკვე აღარ ვართ ასე ძლიერ დამოკიდებული ამერიკაზე. ტრამპმა თვითონ დიდი ხნის წინ შეწყვიტა ნებისმიერი სამხედრო დახმარება. ხოლო ის იარაღი, რომელიც ამერიკიდან უკრაინაში ფიურელის პროგრამით შედის, მაინც ევროპული ფულით იძენება. ეს სუფთა ბიზნესია. მეტი არაფერი. ევროპელები აძლევენ ფულს, ამერიკელები ამ ფულით აწარმოებენ იარაღს და გადასცემენ უკრაინას. ამიტომ ერთადერთი რაც ტრამპს შეუძლია, ეს არის ხელის შეშლა. მე უფრო მეტად ვარ დარწმუნებული, რომ ახლა გამოვა და ითქვის, რა კარგი კაცია ვლადიმირ პუტინი, რა მაგარია. ხოლო უკრაინელებო, რას აკეთებთ? საწვავის გადამამუშავებელ ქარხნებს და პორტებს უტევთ. ეკოლოგიური კატასტროფა მოაწყოთ ტუაფსეში. გაგახსენოთ, როგორ ააფეთქეს კახოვკის ჰესი ამ გაველურებულმა რუსებმა და როგორ დადბორეს უკრაინის უზარმაზარი ტერიტორიები. თუ გაგახსენოთ, როგორ დაარტყა რუსულმა უპილოტომ ჩერნობილის ატომური სადგურის სარკოფაგს, რა დონის იდიოტები უნდა იყვნენ, რომ იქ უპილოტო გაუშვა. საერთოდ ვფიქრობ, ჩემს ძირითად აზრს მშვენივრად მიხვდით. აი ისიც რაც მოსალოდნელი იყო. ამერიკის პრეზიდენტი ახლა თეთრ სახლში კოსმოსურ მისიას ხვდება. ამ შეხვედრის პარკლებში მან რა თქმა უნდა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან ისაუბრა და აი ციტატაც. მე ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინს სურს უკრაინის საკითხის გადაწყვეტის პოვნა. ეს კარგია. აი ეს. შემდეგ ტრამპა განაცხადა, რომ იმედოვნებს ომის გადაწყვეტის გზას შედარებით მალე მოიძებნებ. აი ესე. როდის იქნება ეს? საერთოდ გაუგებარია. და ტრამპმა ასევე განაცხადა, ციტატა: მე ვლადიმირ პუტინს შერთავაზე გარკვეული ზავის შემოვება. ვფიქრობ, ის შეიძლება დათანხმდეს ამას. მან უკვე გამოაცხადა ამის შესახებ, ხომ ასეა? ანუ საუბარია 9 მაისზე. ანუ ტრამპი ამბობს, რომ სწორედ 9 მაისს შესთავაზა ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ პუტინი იყო, ვინც ეხვეწებოდა ტრამპს, რომ დაერწმუნებინა ზელენსკი არ დაესხათ მათზე. აი ესე. და კიდევ რა თქვა ტრამპმა? ის ამბობს, პუტინი მზად იქნებოდა შეთანხმებაზე წასასვლელად კიდევ ცოტა ხნის წინ. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ხელი შეუშალა მას ამის გაკეთებაში. აი თქვენ მინიშნება, ევროპელები ცუდები არიან. არ გამიგურდება თუ ეხლა ტრამპი იტყვის, რომ სწორედ ევროპელებმა შეუშალეს ხელი. ეს ზელენსკი ევროპელებთან ერთად იქ შეთქმულებას აწყობს და არ უნდა წასვა. აი ეხლა კი. აი ეს. ის რასაც უნდა ველოდეთ. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა უკვე ფაქტობრივად სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა. და მე უბრალოდ მეტი სიტყვა აღარ მაქვს. ვფიქრობ, ამით შეიძლება დავასრულო და აღარ მივადევნო თვალი იმას, რას განაცხადებს კიდევ ტრამპი. იმიტომ რომ აშკარა ისინი შეთანხმდნენ ამ პუტინთან და ახლა ის გამოაცხადებს, რომ ყველაფერი დასრულდა, უკრაინამ წააგო. უკრაინამ წააგო. და კიდევ გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპი, როცა ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, კურსში ჩასჩურჩულა. იცით, პუტინმა მითხრა, რომ მზადა ესეთი ომი გააჩაღოს. ის იქ საერთოდ თელ მოსახლეობას გაანადგურებს.
ის კიდე უფრო დიდ ომზეა მზად. ტრამპი შეშინდა. ის მართლა ეშინია. აი ასია. ამიტომ არ მიკვირს, რომ ის ასე განცხადებებს აკეთებს. ეხლა ისე ვიტყვიან, რომ ზელენსკის ბარათები აღარ აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ, აღარ გავწელავ დროს. მეგობრებო, ყველაზე მთავარი ისაა, რომ უკრაინა ახლა სრულიად სხვა ურთიერთობებს აყალიბებს ევროპასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. სულ ცოტა ხნის წინ ზელენსკი აზერბაიჯანში იმყოფებოდა ვიზიტით. და აშკარაა, რომ სწორედ ამ პარტნიორობის გადორიენტაცია მიმდინარეობს. აი ესე. და ტრამპი. ეს ყველაფერი. ბოლოს ვიტყვი, უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს უფრო ადრე, ვიდრე ირანთან ომი. აი მას იმედი აქვს, რომ ძალიან მალე ყველაფერი დასრულდება, რულდება. თუ მას მართლა იმედი აქვს, რომ ახლა ითქვის თითქოს უკრაინა დამარცხდა და ზელენსკი წავა დანებებაზე, მე არ ვფიქრობ, რომ ასე იქნება. მან ეს უკვე რამდენჯერმე სცადა. აბწერტილებს ვსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი გზით, შემოწირულობით, ბულებისა და რეკვიზიტების მეშვეობით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდით. მადლობელი ვიქნები თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის. გაგრძელება.